მშვიდობის. შესრულდა და რა თქმა უნდა ვიწყებთ თქვენთვის მუშაობას, თუმცა ალბათ შეამჩნიეთ, რომ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ჩვენ ძველ სტუდიასა და ამ სტუდიაში ხო? სტუდია არა, მთლიანი ლოკაცია გვაქვს შეცვლილი. სადღაც მაშინ შენოფანი მაყურებაში. სასტუმრო ბორჯომი პალაში ვიმყოფებით ჩვენი გადაღებულ ჯგუფთან ერთად უკვე მეორე დღეა რაც ჩამოვედით. ძალიან კარგად ვისურვებთ, მაგრამ თქვენთვის უცხო არ არის ბორჯომი, როგორც ვიცი, გიორგისთვის და ნოკასთვის. ძალიან კარგად ნაცნობია. კარგად ნაცნობია, ძალიან ემოციურია ეს ორი დღე, რომელიც აქ გავატარე. ძალიან ბევრი ასოციაცია, ძალიან ბევრი ემოცია მიჩნდება, როცა აქ ვარ და თუმცა რა თქმა უნდა, მთელი ჩემ ბავშვობა, რომელიც დაკავშირებულია აქაურობასთან. თუმცა მე ეს ორი დღე შევეცადე, რომ თქვენნაირი ტურისტი ყოფილიყავი ამ ქალაქში და სხვა შორის ძალიან ბევრი რამე თავიდან აღმოაჩინე, იმიტომ რომ ძირითადად ბავშვობაში ალბათ გიორგი დამეთანხმება, რომ სხვა თვალით ხდება ხოლმე რაღაცების შეფასება და ეხლა თავიდან მივხვდი, რომ ძალიან ბევრი რამე არ მქონდა ნანახი, ძალიან ბევრი რამე განცდილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენი გადაცემის მიზანიც ეს არის, რომ მაყურებელმა ჩვენთან ერთად აღმოაჩინოს ბორჯომი ან გაიხსენოს ეს ულამაზესი ისტორიული მხარე. და ასევე ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ვიმყოფებით სასტუმრო ბორჯომი პალაში და თქვით როგორი საუკეთესო მომსახურება. საოცრება მართლა. მეორე დღეა უკვე აქ ვარ და ხვდები რომ წასვლა აღარ მინდა. როგორი დასვენებულები ვართ ვაჩვენოთ მაყურებელს. აი მინდა რომ სულ ესე ვიჯდე. ისეთი დასვენებული. რაღაცა დასვენებული არ ხარ. მე გამოძინებული ვარ და ვერ გამოვხდი. გამოძინებული. ძალიან ბევრი რამე გამოტოვა, იმიტომ რომ ჩამოვედით თუ არა მაშინვე ბორჯომის ჰაერმა რაქნა გიორგი შენზე როგორი მოქმედა თქვი ბორჯომის ჰაერი მომენტალურად გმატებს მადას კარგად რომ წაიღეს როგორი ყვება სასტუმრო გადასარევი ყვება მე მინდა რომ ჩვენმა მაყურებელმა ჩვენთან ერთად იმოგზაუროს ბორჯომში ამიტომ მინდა რომ მოყვეს ჩვენი ჩამოსვლიდან მოყოლებული და მოდი ვნახეთ ვიდეო და ვიდეო შემდეგ დავბრუნდებით დაგველოდეთ Ramakarija. ერთი სული. მე ერთი სული. თან დაიღლები და შენ გაგიმარ ხო გიორგი ერთი ბიჭი რო ხარ? ერასაც. ერასა? კი და საპრეზიდენტო აისვენეთ და შეუდგეთ საქმეს. დრაივი. გამარჯობა დილამ მშვიდობი. იცით როგორ გშია? გოგოებო გიორგი სად არის რომ ვნახე? შეიძლება ჩაეძინა დააღლილს. გიორგი დაიღალა განსაკუთრებულად მე მგონი. ხო, გზაურობით. დღევანდელი დღის გეგმაც დავსახოთ, იმიტომ რომ ბევრი საქმე გვაქვს რა პირველ რიგში. ნუ მე მგონი აქედან გეზი უნდა ავიღოთ სპა სალონისკენ აუზი. დაათვალიერებთ სასტუმროს და შემდეგ გავალთ უკვე ბორჯომში და ბორჯომის დათვალიერებაც ძალიან ადრე ვარ დამყავი ბევრი წლის წინ და მე გაგეხმარებით ყველაფერში და რაც არ ვიცით არსებობს ძალიან ცოტა ხნის წინ გაიხსნა საინფორმაციო ცენტრი რომელიც დაგვეხმარება ესე მოგცეს ზუსტი მიმართულებები თუ რა ტურები უნდა ვიღოთ და სად უნდა წავიდეთ. გემრიელად ვისაუზბეთ ნახე როგორი გემრიელი ძალიან გემრიელად კი და მე ვიცი რომ თქვენ რაღაც სერვისები თქვენ საკუთარ ხელზე გამოცადეთ ხო რაღაცები რეები გამოვყოლე საოცრებები მართლა მე მინდა აღნიშნო რომ იმით არის ეს სასტუმრო ძილში რა გავცვალე ბორჯომი პალასი გაიახლავე ბორჯომი პალასი იმით არის განსაკუთრებული და გამორჩეული რომ მართლა ერთ სივრცეში არის ძალიან ბევრი რამ მოქცეული აქ შეგიძლია ჩამოხვიდე დაისვენოთ შეგიძლია ბავშვი ჩამოიყვანოთ ამეთანხმეთ იმიტომ რომ ამისთვის ყველა პირობა არის შესრულებული და ასევე შეგიძლია ჩაიტარო გამაჯანსაღებელი თუ სამკურნალო პროცესი. თქვენ გაჯანსაღებულები ხართ. ორივე გეტყობა. გალამაზებულები, დასვენებულები. ესე იგი, ქეთი მასაჟზე რო შევიდა, აღარასდროს აღარ გამოვა. ის გამქრალი რო იყო ასე პერიოდი ეგ არის. მაგრამ ჩვენ ამასობაში რა ვქენით? ჩვენ სამედიცინო გამოკვლევაც ჩავიტარეთ, სისხლის საერთო ანალიზიც ავიღეთ და ვნახეთ როგორი ანალიზი. ეს ჰემოგლობინებზე აღმოჩნდა რომ არ გვაქვს დაბალი.
კი, დამშვიდდით ამბული. ასევე ჩავიტარეთ არაჩვეულებრივი სპა პროცედურა. მე ვსვამ ბორჯომში. ჩვენ საბაჟანსახტომის აბაზანები მივიღეთ აი ამ სასტუმროში. არც მეტი, არც ნაკლები. მოდი, ახლა გიორგი უკეთ რომ მიხვდეს რა გამოტოვა სანამ ეძინა. ვაჩვენოთ ვიდეო. სიუჟეტი და შემდეგ დავბრუნდებით. მეც. ნახოთ. თქვი, ახლა სად მოვედით? ეხლა ჩვენ მოვდივართ ქალბატონ მერისთან, ქალბატონ გამარჯობა. გულიც უფრო დეტალურად აგვიხსნის რა შემოგვიყვირებთ, რა ხდება, ყველაფერი მოგვეტარეთ. ახსენეთ, ეს არის სამედიცინო ცენტრი, სანატორიუმის. ალბათ ინვესტორმა რომელმაც ეს სანატორიუმი, კიდე ეს იყო ყოფილი სამხედრო სანატორიუმი, დატოვა თავისი პროფილი. სამედიცინო ნაწილი, მაჯანსაღებელი, სარელაქსაციო, სამკურნალო. აი ამ ყველა პროცედურას ჩვენ ჩაგვიტარეთ? აუცილებლად, წავედით მაშინ. დრო არ დავკარგოთ. გამარჯობათ. გამარჯობათ. მოვედი მასაჟის პროცედურაზე თქვენთან. ბატონო მერი, შემდეგი პროცედურა არის ინჰალაცია, ხო? შემოვძანით, ეს არის ყველაზე მთავარი ბორჯომის გამარჯობა. პრაქტიკაში რაც ტარდება კუჭნაწლავის რომ მოგახსენეთ, აქ ხდება კუჭისა და 12 გვერდანაწლავის ნაღლის ბუშტის გამორეცხვა. აქ არის ქალბატონი მარიკა, რომელიც 35 წელია, აქ მუშაობს ამ საქმეზე ემსახურება და ტრადიციული მეთოდით რეცხავს ნაწლავს. მოკლედ ეს სასტუმრო კომპლექსი გამოირჩევა იმით, რომ აქ მომუშავე კადრები პრინციპში არის ძალიან ბევრი წელია, რაც მუშაობენ ამ საქმეში. თავისი პროფესიული გამოცდილება. ნამდვილად აქაუნტ გამოცდილებას აუცილებლად. პროფესიონალები დაგხვდებიან. აი, ჩვენ გვჭირდება, მე მგონი აქედან ისე წავს არ შეიძლება სისხლის ანალიზი რო არ გავიკეთო, თან მე და საკოს ეჩ უგვეპარება ჩვენ ჰემოგლობინი. კი, ნამდვილად მაინტერესებს. წამოვდანდი. ეხლა თქვენმა მიიღოთ ჰიდროთერაპია მინერალური წყლით, პიხტის ექსტრაქტით და რამაშკით სასიამოვნო სურნელისთვის არის დამატებული პიხტის ექსტრაქტი, იმიტომ რომ არომათერაპიასაც ღებულობთ თქვენ ახლა. ერთი პროცედურა გრძელდება 15 წუთი. თქვენმა გაიგეთოთ ქალბატონო სალომე ორთქლის თერაპია. ორთქლის თერაპიასთან ერთად კეთდება არომა და ქრომოთერაპიაც. ამის დანიშნულება არის იხსნება შხორები 37 გრადუსიდან უკვე იწყება ოქლის გამოყოფა. თქვენზე ახლა რომ ჩაბრძანდებით, უნდა გაიხადოთ. კი ბატონო, და ესე უნდა ჩაბრძანდებთ. იხსნება შხორები, გამოდის ტოქსინები. დავბრუნდით, უკვე სტუმარით შემოგვიერთდა. ბატონი შალვა. ალავერდაშვილი. გამალობაში გვასპინძლობდა. გავაცნოთ მაყურებელსაც მაშინ შალვა ალავერდაშვილი, სასტუმრო ბორჯომი პალასის მენეჯერი. დიდი მადლობა. მას პირველ რიგში მასპინძლობისთვის სტუდიაში მომბრძანებისთვის ხო ვეღარ გეტყვით, იმიტომ რომ თქვენთან ვარ. სიმართლე უნდა ვთქვა, რომ 4-ვე შემთხვევაში მოლოდინს გადააჭარბა იმან, რაც ვნახე და რაც დაგვხვდა ამ სასტუმროში და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, რომ საუკეთესო მასპინძლობა გაგვიწიეთ მართლა. ძალიან ბევრი სერვისის შესახებ ჩვენ თავზეც პირადად გამოვცადეთ ყველაფერი, მაგრამ კიდე დარჩა ის რაღაც ნიუანსები, რომლებიც სამწუხაროდ ვერ მოვასწარეთ ჩვენ და ვერ ჩავეტიეთ დროში და მინდა რომ მაყურებელს უფრო კარგად გავაცნოთ. დიდი მადლობა აქ ხართ, ეს ჩვენთვის უდიდეს სიამოვნება, თქვენაირ ლამაზი ადამიანები რო ჩვენთან არიან. მადლობა. რატო დავიწყე სილამაზეს ლაბორატორია, ჩვენთან იმის გარდა რაც თქვენ უკვე ჩამოთვალეთ, არის სილამაზის სალონიც. ან სტუმარი რომელიც ჩვენთან ჩამოდის აბსოლუტურად ვცდილობთ რომ ყველა სერვისი შევუქმნათ,
რომ იყოს ბედნიერი, ესე ვთქვათ, რომ დასვენებული. პრინციპში შეგიძლია პატარა ქალაქია. პატარა ქალაქია, ავტონომია რა. ანუ მარტო ესე ვთქვათ, მარტო მკურნალობაც შეიძლება ადამიანს მობეზრდეს, ხო? აქედან გამომდინარე მთლიანად სპა პროცედურები, რაც თქვენ უკვე მიიღეთ და ჩამოთვალეთ, ეს მთლიანად შედის ჩვენთან ოთახის ღირებულებაში, როდესაც ადამიანები ჩვენთან რჩებიან რაც გარკვეული პერიოდით 7 დღეან მეტი, ამ შემთხვევაში შედის ისევე როგორც გამოჯანსაღებული პროცედურები, ამას ემატება კიდევ სპა პროცედურებიც, რაშიც არის იგივე თქვენ კაფსულები, სილამაზის სალონი, მასაჟები და ყველაფერი ეს ერთობლივად ადამიანს 7 დღის განმავლობაში აქვს განაწილებული ისე, რომ ადამიანი ფიზიკურად არ მოიწყენს და ერთი დღე არის დასვენება ჩვენთან, ესე ვთქვათ, შესვენების პერიოდი, როდესაც ამ ადამიანს აქვს ექსკურსია გარშემო ღირსშესანიშნავ ადგილებში, როგორც არის აქედან ყველაზე ესეთი პოპულარული ადგილი ჩვენთვის არის რაბათი და ვარძია, სადაც სტუმრები მიყვავს და ესეც შედის ჩვენ პროგრამაში, ესე ვთქვათ, და მთლიანად 7 დღის, 10 დღის, 14 დღის შემდეგ ადამიანი აქედან ბრუნდება, როგორც არა მარტო გაჯანსაღებული, არამედ მთელი შთაბეჭდილებებით დატვირთული. ამის გარდა არის ძალიან ბევრი უცხოელი სტუმარი, რომელსაც უნდა ბუნებაში გასვლა და თავის ხელით შეუძლიათ თევზის დაჭერა, თევზჭერა, რაფტინგის მოწყობა, თავისუფლად ანუ ჯომარდობა ჩვენთან წელიწადის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სეზონზე სრული დატვირთვით მუშაობთ და სულ დაჯავშნულია და დაკავებულია თქვენი ნომრები, ხო? ესეთ რაღაცას გეტყვით. მე მაქვს ეს ჩემთვის მე-14 სასტუმროა საერთოდ ზოგადად არა მარტო საქართველოში და ესეთი შედეგი თითქმის არც ერთ სასტუმროს არ აქვს საქართველოში, თბილისში ვარჩავთ, გვაქვს 71%-იანი წლიური დატვირთვა პირველ წელს. ეს ნიშნავს, აი თითქმის ყოველთვის სავსეა. რაც ჩვენ კურორტს ესე ვთქვათ, განსაკუთრებულობას მატებს, ეს არის ზამთრის პერიოდი, როცა ყველას გონია ესე ვთქვათ, ბორჯომში შეიძლება არაფერი არ იყოს, ესე ვთქვათ. თავაზობთ რაიმე განსხვავებულს ზამთრისთვის. ზუსტად აქედან ჩვენი სტუმრები უფასოდ გადაყავს ბაკურიანში დღის განმავლობაში ეს სტუმრები ტრანსპორტირება თქვენზე. ჩვენზე მთლიანად დღის განმავლობაში სტუმრები სრიალებენ და იღებენ ჩვეულებრივ სამთო-სათხილამურო კურორტს, ხოლო საღამოს დღის მეორე ნახევარში სადაც 5 საათის შემდეგ და გამოჯანსაღებელი პროცედურები, რაც არის ერთად სინთეზში ესეთი სოფლიოში არსად არ არსებობს. იდეალური დასვენება. სოფლიოს არ აქვს არსად, აი ხო არის ჩეხეთში, უკრაინაში ძალიან ბევრი ადგილია, ну არც ისე ბევრი, მაგრამ ბევრი ადგილია, სადაც ესეთი გამოჯანსაღებელი სანატორიუმებია და ну ყველას თავაზობს ესე ვთქვათ, მარტო სანატორიუმ მომსახურებას, მაგრამ ის რომ სამთო-სათხილამურო კურორტი შეთავაზო და პლუს დაამატოთ ამას გამოჯანსაღებელი, ესეთი არ არსებობს. საქართველოს. ჩვენ ვთქვით, რომ ეს ყველა ერთ სივრცეში მოვაქციეთ და ამიტომ ზამთრით საკმაოდ დატვირთული ქონდა და ზაფხული ხო აბსოლუტურად. რამდენი ხანია სასტუმრო ფუნქციონირებს? 1 მაისს გავხსენით ჩარშან და ეხლა ერთი წელი გახდა ფართოვდებით, ეხლა ვამატებთ 42 ოთახს კიდე ცალკე შენობაც შევამჩნევთ. კი, ალბათ თქვენ შეამჩნევთ. ელვისებურის სწრაფითო შემდება. შენებლობა დავიწყეთ. დაუჯერებელი სისწრაფეები თვაშე 1 თებერვალს და 15 ივლისს უნდა გავხსნათ. ჯდებით ვადებში. მე იცი რა ვიცი, არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ ვიცი რომ ჯერ არაშენებულ სასტუმროში ოთახები გაყიდული, ეს არის ჩვენთვის ზედმეტი ზედმეტი ესე ვთქვათ დაწოლა, ყველა ჩვენ 24 საათიანი მუშაობის რეჟიმზე, რომ აი აუცილებლად უნდა მოვასწროთ, იმიტომ რომ ოთახები გაყიდული. ძირითად კონტინგენტზე რო ვისაუბროთ, ახლა ამ 2 დღის განმავლობაში ფოიეში თითქმის უმხდებიან ინტერნაციონალური ფოიეა. ხო, ინტერნაციონალური ფოიე გაქვს, დიახ. ძირითადად საიდან მოდიან სტუმრები და სეზონებზე თუ არის განსხვავება. და უფრო მეტად უცხოელი სტუმრები არიან. ჩავთვალოთ ესე ვთქვათ, ჩვენ გვინდა რომ ქართველებმაც გაიხსენონ რა არის ბორჯომი და ისიამონონ ბორჯომი. და ისიამონონ ბორჯომი. ქართველი სტუმრები ჩვენთან შეადგენენ ძირითადად 2-3%. დანარჩენი არის ძირითადად სხვა ქვეყნიდან. სტატისტიკა. სხვა ქვეყნიდან ეს არის ყაზახეთი არის ლიდერი ამ პოზიციებზე, აზერბაიჯანი, იგივე სომხეთი, მეზობელი მეგობარი უკრაინა და ნუ რუალობთ საერთოდ დანარჩენი სტუმრები ერთად იქნება 10%, ყველა დანარჩენი ქვეყნებიდან, დღეს მაგალითად კუვეიტიდან სხვა სტუმრები, კი, ევროპიდანაც ნახეთ. ვცდილობთ რომ ეს ყველაფერი ერთ სინთეზად გადავაქციოთ და მთელი ესე ვთქვათ მოვიცვათ მთელი მსოფლიო ის ადგილები, სადაც ბორჯომს კარგად იცნობენ. ერთი ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი პოზიცია ის არის, რომ ბორჯომი როგორც წყალი არის ძალიან კარგად ნაცნობი მთელი მსოფლიოს კი და ბრენდია, როგორც ესეთი. ამ ჩვენთვის ამ სასტუმროს რეკლამის გაკეთება თავიდან ძალიან გაადვილდა,
ვიდრე ამაზე უფრო 10-ჯერ უკეთესი სანატორიუმი რო გააკეთებინა სადაც უცნობ ადგილ და შეიძლება ის ესე სწრაფად ვერ დაქოქილიყო ესე ვთქვა და ბორჯომის წყალიდან გამომდინარე ძალიან გვეხმარება ბორჯომის წყლის საბჭოთა სივრცეში განსაკუთრებით პოპულარულია ეს ამერიკაშიც უყვართ იცნობენ უკვე ვინც დალია და გასინჯა ევროპაში ბორჯომის წყალი უკვე ყველა დაინტერესდა რა არის ეს თვითონ ამიტომ ნელ-ნელა ძალიან სხვა ქვეყნებსაც ვიერთებთ. არქიტექტურული ლანდშაფტიდან გამოირჩევა ეს შენობა თავისი ვიზუალით. რომ გადმოდიხარ, უკვე იქცევს ყურადღებას თვითონ შენობის ფასადი. მე ვიცი რომ ძალიან დიდი ისტორია აქვს ამ შენობას და ფასადია შენარჩუნებული, ხო, ძველი იერსა. რა თქმა უნდა, აქვს ისტორია. რა თქმა უნდა, ამას იმდენი ისტორია აქვს. მოგვიყევით, გვაინტერესებს დარწმუნებული რომ მაყურებელსაც. შენობა თვითონ როგორც ესეთი, როგორც თქვენ ახლა გარედან ხედავთ, იყო აშენებული 1872 წელს მშენებლობა დაიწყო. 4 წელი მიმდინარეობდა მშენებლობა, ამ პერიოდში ეს იყო გათვლილი იმ სამხედროებისთვის, რომელიც თან ახლდა რომანოვების ოჯახს, როცა ისინი ჩამოდიოდნენ ხოლმე ლიკანში დასასვენებლად. პარალელურად მიმდინარეობდა ამ კომპლექსის მშენებლობა და ლიკანის კომპლექსის მშენებლობა ერთ დროს მიმდინარეობდა და ესე ვთქვით, ეს იყო ჯარისკაცების გასაჩერებელი ადგილი. ყაზარმა ეგრეთ წოდება. ყაზარმა, უბრალოდ რაღაც ისეთი ელიტარული ჯარისკაცების, რომლებიც იცავდნენ სამეფო ოჯახს თავიდან. ჩავთვალოთ და თვითონ ეს ადგილი, როგორც ესეთი, იყო ესე თუ ფორპოსტი ჯარისთვის და დღემდე ხალხში ნებისმიერ ბორჯომას რო კითხოთ, ამ ადგილს ქვია სამხედრო სანატორიუმი. შემდეგ ეს შენობა გადაიქცა როგორც სანატორიუმად, საბჭოთა კავშირის პერიოდში უკვე როგორც სანატორიუმი, ისე ფუნქციონირებდა. და დღეს არის საოცრად კომფორტული სასტუმრო. კი. ყველასთვის ღია. დღემდე ჩავთვალოთ, რომ ჩვენთან პერსონალი, რომელიც აქ მუშაობს, რაღაც არის გარკვეული რაოდენობა ადამიანების, რომლებიც ერთად სამეცნიერო სპაში არიან დასაქმებული, აქ მუშაობენ 30 და 35 წელია. დავიცანით უმრავლესობა მათგან. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც სპა პროცედურებს ატარებს 30 წელი. ის არის თავის საქმის პროფესიონალი და აი ეს არის მე ვთვლი აქ ბორჯომში რო ჩამოდი ეს არის ბორჯომის ოქრო რომელიცაც ყველა უნდა გაუფრთხილდეს თვითონ ეს ხალხი ვინც აქ არსებობს ძირითადი ეს არის რა სიუჟეტში ვნახეთ რომ არაჩვეულებრივი ნომრებია მაგრამ ჩვენი არაჩვეულებრივი კი არაჩვეულებრივი ნომერი იყო ჩემი არაჩვეულებრივი ნომერი მარტო რო ვიყავდა სულ ჩემი რო იყო მოდი მაშინ ნომრებზეც ვისაუბროთ ბატონ შალოს კითხოთ სხვადასხვანაირი ნომრები გაქვთ რა თქმა უნდა მოგვიყევით ამის შესახებ რა თქმა უნდა ნომრების კატეგორია არის სხვადასხვანაირი თქვენ და ერთი მათგანი არის განსაკუთრებული კი და სახელიც განსაკუთრებული აქვს რომანოვის ოთახი დავიწყოთ იქ ისტორიიდან გამომდინარე რომ რომანოვის სასახლეში როცა მეფის ნაცვლის ოჯახი ისვენებდა ხოლმე ერთხელ მომხდარა ხანძარი 1898 წელს პატარა ისეთ ხანძარი და თვითონ ამ დასვენების პერიოდში სადმე წასულიყო ეს ხალხი აღმოჩნდა ამ სანატორიუმში ერთი ოთახი რომელიც ჩვენთან არის დღემდე ქვია ამ ოთახს რომანოვის ოთახი ამ ოთახში სამი კვირის განმავლობაში ცხოვრობდა ეს მეფის ნაცვლის ოჯახი მთლიანად მიხეილ რომანოვი. დიახ. კი. და მას შემდეგ დღემდე ამ ოთახს ქვია რომანოვის ოთახი და დღესაც ეს ინტერიერი შევეცადეთ რომ აღვედგინა სურათების გამომდინარე შიგნით ჩვენ ძველი სურათების გალერეა რომელსაც შევეცადეთ რომ მთლიანად რაღაც დაგვემსგავსებინა ძველ სტილს ისე ვთქვათ რაღაც რომანოვის დროინდელ სტილზე მეგონიზავსებინა და თვითონ ეს თემა თვითონ ეს ინტერიერი და ექსტერიერი ძალიან ხიბლავს ჩვენ პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს კი აი ძალიან ეს რო შემოდიან პირველი 15-20 ჯერ სურათებს იღებენ და მე ხდება მათი განთავსება რაღაც ისეთი ის აქვს შტაბიშტილება რომ ხვდებიან რაღაც ძველ სამყაროში, მდიდრულ სამყაროში და ყველა ფიქში სწორედ მათთვის იყო გათვლილი ეს ინტერიერი. კი, თავიდანვე გათვლა სწორედ თქონდა აღებული, ძირითადად ქართველებს საერთოდ არ ვიყვარს თავის მოვლა. ესე ვთქვათ, ჩვენ მინიმალიზმის ამ სასტუმროში შეგიყვარდება, რაღაც ის არის. აი წარმოიდგინეთ, ქართველები თითქმის არ ჩამოდიან, იმიტომ რომ რაღაცნაირად უფრო ის აქვს, რა რაღაცა დისკომფორტი აი ბორჯომში ჩავიდე რაღაც გამაჯანსაღებელი პროცედურები ჩავიტარო მოსაწყენი გონიათ და ძალიან ცდები ჩვენი ასაკის ადამიანები სოფლიოდან ყველა ჩვენი ასაკის ჩვენზე ახალგაზრდები ჩვენზე ასაკის ხალხი ჩამოდის და ამ პროცედურებს ყველა იტარებს და ყველა აქედან მიდის ბედნიერი. რა თქმა უნდა. თქვენ წარმოიდგინეთ ადამიანები რომლებიც მუშაობენ ნავთობის ჭაბურღილებზე მთელი 1 წლის განმავლობაში და ეს ყლაპავენ ნავთობის ჭაბურღილის მტვერს და ნავთობის ჭაბურღილის ჭურჭხს მთლიანად ორგანებში
ეს ხალხი ჩამოდეს აქ 10 დღით იმისთვის რომ მთელი ორგანიზმი გაიწმინდოს და ეს ნამდვილად რეალურად ეხმარება ამ ხალხს თქვენ უნდა ნახოთ შემოდიან აქ ადამიანები პირველი შემოსვლა სახის ფერი და აქედან რომ გადიან ახალი იდეა მაქვს რომ ფოტოები გამოვაკეთოთ ადამიანების შემოსვლისა და ფოტოშოპს მე დავწმუნდი ამ 2 დღის განმავლობაში რომ არა მარტო მათ ჩვენც ძალიან გვჭირდება ესეთი 10 დღე და სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ დღეს ბორჯომში თუმცა სასტუმროდ რაც გავედით და ჩვენ რეკლამის შემდეგ შევეცდებით რომ დაგათვალიერებინოთ რა ხდება ქალაქში და ერთ დღეში რა შეგიძლიათ მოასწროთ ბორჯომში ჩამოსულებმა ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მასპინძელს დიდი მადლობა მე მინდა რომ გისურვოთ რეკლამა და რეკლამის შემდეგ ბორჯომში მივდივართ